ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia საბერძნეთთან დაიწყეს ტვიტების ჩამოტან ასე რომ შედი თუ დაინტერესებული ხარ და ჩამოგიტანეთ სწრაფად ხარისხი. გამარჯობათ, ისევ ალპატეთში ვართ, ბატონ ზურასთან. ალპატეთში ათამაშებს აი ესეც მოწყობილობას, ბატონო ზურა რა არის? ეს არის მრავალფუნქციური მოწყობილობა, ზურა ბატონო. ეს წყალსებისთვის გამოიყენება, არის ფანარი, რადიო, განგაშის სიგნალი. ამით შეიძლება მობილური ტელეფონი დატენო ადამიანმა. პოვერბანკად გამოიყენო. პოვერბანკად, ძის ენერგიაზეა, შეულებრივად დააყენებ. ჩაირთვება ღამე კარავს გაგინათებს. დაჯდა, დავტენით. ამას ელექტრობატარეებსა. ძის ენერგიაზე მომუშავეა და თან შეგვიძლია დავდობ და ბალიმაში რა ქვია. კარავში. შეულებრივად რადიოსაც მოусმინოთ, ისე რომ მობილური ტელეფონი არ დავზოგოთ, შეულებრივად რადიოს იჭერს, ხშირას, როგორ გითხარით, განარია შეულებრივი რადიოა, შეიძლება მობილური ტელეფონის დავტენოთ. მრავალფუნქციური მოწყობილობაა. ძირითადად ტურისტები, წყენსები, ლაშქრობა. კი ბატონო. სალაშქრო თუ გადიხართ, ამე ჰანგები ხო შეგვიძლია რომ გავუშვით. სტანდარტ სამუშაობის მერე და სტანდარტ კომანდო არ არის. მუსიკას არ შევხვდით, თორე დაგულოკავთ. და ესე მოგლედ მეგობრებო, აი ეს თამაშდება. გათამაშების წესი იქნება ესეთი. ვიდეოს დადებიდან ერთი კვირის განმავლობაში დაწერეთ კომენტარში ერთი კომენტარი მაინც, არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი, აუცილებლად ალფატეშის არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი, TikTok-ზე აქვს ამა თავიანთი გვერდი. ერთი კვირის შემდეგ ჩვენ სპეციალური პროგრამით გამოვავლენთ, ყურადღება მიაქციეთ არხზე შორტ ვიდეოები რო იდება, იქნება ამის გათამაშების გამარჯვებული გამოცხადება ერთი კვირის შემდეგ. შედით, ნახეთ, მოგზადით და გადმოგცემთ. აი ამ მაგარ რაღაცას. კი ბატონო, ჩვენს გვერდზეც ნახავენ ანალოგიურ ვიდეოს. კი ბატონო, და შემოგით და ნახეთ. კი ბატონო, იარაღების განხილვაზე იქნება გათამაშება, წინასწარ გაცნობებ დროს დღეს. სხვა მრავალი ნივთიც იქნება. ვითანამშრომლეთ, გამოგვიწერეთ ალფატეთში, ვითანამშრომლეთ ჩვენთან, იმეგობრეთ ბატონ ზურასთან, იარაღების განხილვასთან. კარგად დამდებოდეთ, წარმატებას ვისურვებთ სუყვენა. ოჩაღოთ ხალხო. აი მოითხოვა. არა, აღარ უნდა. ეხლა ჭერო გაცხელდა, თოვლი დაბლა წამოვიდა, რა იგი და რაც გადმოითხოვა, თუ არა და რაღაცა იქნება რა. აჰა. ძალიან საწყნარი იქნება თუ ეს ჩამოგვენგრა და ჩამოვართით. გამარჯობათ. არქის გამომწერობა კარგო ხარხმა. იმხელა თოვლი მოგვივა, კი მე მივადგით რაღაცა, მივადგით და გადმოთოვლის ამბებში ვართ. შეიძლება კიდე თოვლი მოვიდეთ ჩამოგვენგრეს. კულინარიული ვიდეო გადავიღოთ ბატონო დავით. კულინარია კაია. გავაკეთოთ კამბალა. ტყელი თევზია. იცი რატოა ტყელი? თუ ვინმე მიცეთ კამბალა ტყელი რატოა ძალიან გთხოვთ, ჩემი თხოვნა იქნება დაწერეთ. მე ვიცი. არა მინდა რომ აი ვინც იცის ხალხმა იმან დაწეროს. კამბალა არის ნორვეგიული. შავ ზღვაში რო იჭენ, მოკლედ მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ. ნორვეგიული კამბალა გავაკეთოთ ღვინით, არის ძალიან გემრიელი. გამოდი აქეთ მე იმას ვიცი. ხო არ შეგცივდა. მე? ფეხები მაქვს ძველი ცოტა. აი ჩვენი კამბალა. ჩავიცო ახლა ხელთაც ფანები. ორივე ესე ჩვენი კამბალა. ვიდეოების გადაღებაში უნგეხმარება. USA to Georgia. ჯერჯერობით ესეთი კომპანია რომელიც გვეხმარება. USA to Georgia მაგარი რაღაცა მოგქო საბერძნეთიდან თუ გვიყურებთ ან საბერძნეთთან კავშირი გაქვთ თუ რამე თვითონ ეხლა დაიწყე შენთიდან ჩამოვხთ, თურქეთიდანაც ჩამოვხთ, ამერიკიდან ხო თავისთავად ამაზონი. და ეხლა საბერძნეთიც დაქოქეს. ძალიან მაგარი კომპანია, სერიოზული და ასე შემდეგ. მოკლედ. დავიღე ერთ მანქანას. არბით ქართული YouTube-ს ჩვენერი არხი უნდა ყავდეს რა. მარტო გინება და ის ხო არ არის, ხო? მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გავამრავალფეროვნოთ ჩვენი არხი. უბრალოდ ყველაფერი ფინანსებთან მიდის რა და ფინანსებთან დაკავშირებით კიდე მე ცალკე ვილაპარაკოთ. მოკლედ. კამბალა რო კარგად გამოვიდეს რა არის საჭირო? საჭიროა
კამბალას ორივე ზეთი? მე მარტო ერთი თვალი მეგონა რა ქონდა. რატო? მეგონა ბუნებაში ერთი თვალი მარტო ციკლოპს აქვს. და ციკლოპიც კიდე არ არის დამტკიცებული, რომ მაინცა და მაინც არსებობდნენ. მითური ის არის, რა ქვია, მითოსია. უყურეთ, ზეთი უნდა ბროწეული სვენი, მარილი, შავი პილპილი, მდოგვი ლიმონი. და ერთი ცალი ლიმონი. ეხლა ნახეთ. აქ როგორი სიტუაცია. ზეთს ჩაასხავთ. მერე ჩაასხავთ. ანუ соуს ვაკეთებ. соуსი უნდა გაკეთდეს აუცილებლად. აი შეხედეთ შეგინდა როგორი გამოვიდა. მერე ამაში შავი პილპილთან ჩაყაროთ. ერთი რამე იცოდეთ რა. ესენი ერთმანეთთან მეგობრობენ, შავი პილპილი და თევზი და ისა რა ქვია, ბროწეული სვენი. თევზთან დოგვი ეხლა ნახე, ესო შეიწვება. სოსი შემერა. ესო შეიწვება. სოს ხანაი რაღაცა გამა. მოკლედ. თევზმა რო მაგარი გემონური თვისებები მიიღოს. ისეთ შეწვეულ, მაგრამ соуს რო გემრიელი იქნება. როგორ? არა, ისე რო შეწვა არ იქნება გემრიელი რა. ხო და ესე უფრო კარგი. დამიჯერე. ეს უნდა აიზილოს ყველაფერი ერთე და გამოვიდეს ერთგვაროვანი მასა. შეიძლება შესახედავად მაინც და მაინც ისეთი არ იყოს, მაგრამ საჭმელად შეიძლება. არა, ეს მაგარია, ეს იცი რა გემრიელია. მოკლედ, соуს ამას. გისინჯავს? რა ისა, კი. კამბალა. კი, როგორ არა. მე. ღვინოც უნდა და იმ ღვინოსაც გაჩვენეს მე როგორ უნდა გავაკეთოთ. მოგეთ ყველა ვარიანტში რა უცნაური თევზი. აი ესეთი соуსი დაამზადეთ და დადეთ. მე უკვე გადავერთოთ, რამის დამავიწყდა ბატონო დავით. აი ამ ყველაფერს ჭირდება ზედ ლიმონს ჩააწურავთ ნახევარს. მაინცა და მაინც ეხლა თუ იმას იზავთ, რა ქვია, რომ არიქა და ბევრი ქნა და რაღაც, არ უნდა რა, ეს. ეს არილჭიქა, მოდი იქით გადავდგათ, რომ არ აჩანდეს. მოგეთ ლიმონი ჩავასხი და მოური. ბატონ დავით ჩაყარი მარილი. მაიცა. უყურე ნახე, ეს შეგვიძლია აქეთ გადმოდგა, ერთი წამით, ეს შეგვიძლია აქეთ მიდგა, ხო? კი. ზოგმაროვის ის ხოლმე სუფრაზე რო გადაატარებს ხოლმე რაღაცას, სკამს ან რაღაცას. მოუყარე. აი, უგონოთ რუიზა, მიდგე ჩაყარი. კაი. საერთოდ ეგეთი რამე არ გააკეთა, თუ საჭმელს აკეთეთ, მარილი თქვენ თვითონ დააყარეთ, იმიტომ რომ ვერ გაიგებთ იმან იქ რა ქნა რა. აი ხა მაგარ ზოგადად აი მაგალითად აი ბევრი ხალხი ვარ რა. ძალიან ბევრი ხალხი რომ მწვადი შენარო და შეწვა. რატო? იმიტომ რომ ვიღაც გამოადა მარილი აკეთა და ეს რა ქვია. ლაშია დაიწვა გაგინებ. შენ იწვალებ და ვიღაცა ბოლოს სუფრაზე რომ გაძღება უნდა თქვას რომ მოკლედ იღეთ მე კამბალას ესე მომდი ეს იქნებ კამერას დავანახოთ და კამბალა უნდა დასეროთ ბოლომდე არ უნდა ჩაჭრათ. არა ბოლომდე არ უნდა ჩახვიდეთ მაგრამ უნდა დასეროთ კამბალა ნახევარზე მეტი ალბათ. როგორ? ნახევრამდე ნახევარზე მეტი. ნუ ნახევარზე მეტი რა ესე უნდა დაისეროს კამბალა იმიტომ რომ ეს соуსი ჩავიდა შეგინთ უნდა კი ბატონო შეგინთ უნდა მოყვეს პრესები ვიტკი შეგიძლიათ აი ესე გააკეთოთ დიაგონალზე ხო რა რომ დიაგონალზე უფრო კარგად შეიწევს ეხლა მე რომ ამას ვჭრი მთელი მაგიდა ქანაობს და ქანაობს კამერაც ალბათ მოკლედ აი ესე უნდა დაიჭრას მერე ბატონო დავით აი ეს ქაღალდი მომეცი აი აქ გაფინე შეძლებ არა ეგრე არა ის შენკენ მოატრელი ხო აი ეგრე არა სტოპ აი მომისმინე რა ესე ამოატრიალე აი ეგრე და ეს მომეცია ხედავ აი ნახე როგორი ადვილია აი ეს ხო სული იყო აი მაიცა გაჩერდი მოაჭრეს გაუშვილი ესე გიჭიროს ცოტა სახელაფორთუა მაგრამ არა უშავს მოკლედ ამ კამბალას დადებთ ამას ეძახიან სამზარეულო ქაღალდს რუსულად აქვია კალკა რატო
აქაც შეგიძლიათ პატარაზე და ჩასეროთ. იმიტომ რომ ეს უნდა შიგნით შევიდეს. თევზი იყო გაყინული, აქაც მაგრაცივა ჩვენთან. ასე რომ ამას ახლა ნორვეგიიდან არის ჩამოტანილი ეს თევზი რა, ასე რომ თუ ვიღაცა გეტყვით რომ შავ ზღვის თევზი არა და ცოცხალი. ესე, თუმცა შავ ზღვაში კამბალა არის. არაკეთილსინდისიერი ტიპები იჭერენ კამბალას, ის ზღვის კატას. ხო, და ჰაჭრიან კუც და კამბალა. კუც აჭრიან ხო და გონია რომ კამბალა. სინამდვილეში არ არის კამბალა. ანუ აი ამ ჭრილებში რაც ახლა მე გავაკეთე. უნდა ეს წვენი შიგნით ჩავიდეს. აი ესე, აი. ხელი მოკიდეთ, ხელთათმანები ჩაიცვით. დაწერეთ თევზი ვის გიყვართ და აი მე თუ გქონიათ ესეთ რამესთან შეხება. თევზი ნახე. რა. თევზს გააჩნია რაშია შეტევად როგორ. გააჩნია რა, ეხლა ნახავში როგორც არის შემწვარი და რაშიც არის შემწვარი. ესე. აქედანაც დავასხეთ. რა ცნაური თევზია. მე გეუბნები, აქ ბევრი ხალხი დაწერს. ვინც იცის. რატომ არის კამბალა თხელი? მე არ ვიცი. არა უშავს. კომენტარებს ისქენი რა ქვია? ნახო. კომენტარებს შეხედე ხოლმე და ქართველები საერთოდ გონიერი ხალხი ვართ. ზოოლოგია არა. თევზებს ვინ შეისწავლის რა ქვია იცი მაგ თევზს, მაგ მეცნიერებას? იქთიოლოგია. ამიგე? ეს, აი ეს. აი ეს. ეხლა ამან კარგა გემრიელად იბანავა იმაში და ცოტა ღვინო მინდა ბატონო დავით. ამ ბატონოვანო ცოტა დაასხი პირდაპირ ამას. აი, გეყოფა. ოიდნავ დაასხი კიდე. ეგრე. აი, გეყოფა. ეხლა ბატონო დავით ესე მომეცეს კაღალდი ესე და ჩვენ ახლა ფოლგა დაგჭირდება. აი ეს აქ დაადეზემონა ასენი ეხლა ამას რატო ვაკეთებ იცი რომ ეს წვენი ამის წვენი არ დაიკარგოს ანუ გაკეთებასო დაიწყებს შიგნით ეს წვენი არანაირად გარეთ არ უნდა გადმოვიდეს საკუთარ წვენში უნდა მოიხარშოს თორე ის რაც დავაყარეთ ზემოდან შეიძლება არა აზრს დაკარგავს რა თუ ის ამოქრა ჩემი აზრით გემრიელი გამოვა თან соусით რო შეერია და ღვინოთ თევზი კარგად შეიწევს ო აი ხო ხედავთ რა მაგიდაზე გავაკეთე და არ დავღვარე აი ეს ხოლმე ბევრი გავუკეთეთ ესე ეხლა მე ვაპირებ ამის შეწვას USA თუ ჯორჯია გვიფეშკაშა გრილის ნაირსახეობა მე გორჩს ვეძახი გავს გორჩა გავს აბანო ეხლა გორჩ ვარა გამდეს მაშინ სხვა რაღაცას დავარქვით რუსთავში რო დადგე შესასვლელში იცი ცოტა ხნის წინ რა ძეგლი არ ვიცი მე ვერ ვიტყვის ახლა 60-ის კარიბჭეო დააწერე ზედა და შეიძლება ვიღაცისთვის ვალნა 60-ის კარიბჭე იყო მაგრამ მე რომ ნახე დედასპიცა ვარ პროექტსა გავდა რა ხოდა მე არ მინახავს მე მთელმა საქართველოს მიმდედი და დაცინეს რომ 60-ის კარიბჭე მე ვისაც გაღებული ხონდა 60-ის კარიბჭე ისაქნეს რა ქვია განაწყენებულები გახდნენ რა ხოდა აი ეს აი ეს არის ჩვენი კამბალა მოდი ეს აქედანაც გავაკეთებ რომ გული წყნარად ამ კონდეს კიდევ ერთხელ ვიწვე თუ სახში აკეთებ და გრილზე არ აკეთებ ხო
შეგიძლიათ პირდაპირ იმაში რა ქვია შედოთ შიგნით გასკურაში ქვემოთ გასკურას ხო კი ბატონო შეგიძლიათ იქ ჩადოთ გამოაცხოთ ესე ხო შეგიძლიათ ეს საერთოდ არ გაუკეთოთ აი ესა მაგრამ მაინც რეკომენდაციას უწევ იმიტომ რომ წვენი არ გაუშვას ხო არ დაიკარგოს აი ეს მოკლედ აი ესე გავაკეთე ეხლა წავიდეთ და ჩავდოთ თევზი კეთება მალე არ იფიქროთ რომ არ იქა და რაღაცა უნდა სადღაც 1-20 წუთი რა მეტი არა წამოვიდე წამო აი ესე აბა აჰა ეს გაურებულია კაი ნაკურჩალი დაგდებოდა კი კაი ნაკურჩალი აქ რა სამოა რა ბატონო დავით აი ესე ამას დიდი ხანი არ უნდა ეს ჯერ როგორც თქვა 20 წუთი უნდა და დავაფაროთ ეს 20 წუთი უნდა ეხლა ეს რომ გავხსნა შუაში და გაჩვენო დრამატული მომენტი არა იმიტომ რომ მაინც ვერ დაინახოთ შეიწובה და მე ამოიღო და გაჩვენებთ აბა რა გამოვიდა მოკლედ მეგობრებო დადგა ჟამი ჭეშმარიტების ეგრეა ჭეშმარიტად რო დადგა იფ აჰა ეს არის ორი კაისუნი გამოუშვა ესე ცოტა დამწურს მე კაისუნი გამოუშვა როცა ესეთი რაღაცა კეთდება და ვერა ხედავ იქ რა ხდება ყოველთვის საჭოჭმანოა ან დაგეწვა ან ისა მე ახლა ეთრამეს ვიტყვი სოფლიოში ვარ ყველაზე დილეტანტი ის რა ქვია მზარეული ასე რომ თუწული რაღაცა გავხსენი არ დამგმოთ აი ეს ბატონო დავით მოდი აბა ვნახოთ დადგა ჟამი ჭეშმარიტების ჩვენი კამბალის გარა გამოვიდა ჩავიფიქრე სურველი პირველად აი ბატონო ჩაიფიქრე აი ეს მაინც ახლა ეს უნდა მე როგორღაც ეს ქაღალდი ცოტა მიმწვარა, მაგრამ არა უშავს. ეს არა კაისუნი. აიცა ბატონო დავით. ესე მიკრობები გამომართვის. აიცა პური დავჭრა. თევზ შავი პური უხდება. მოდით. სადაც მუცლის ამბავია. აი პური. მაიცა ღვინო დავასხათ. არაკი უფრო მოუხდებოდა, მაგრამ ნახე. აბა მოდი აქ. ტყავი. აი ესეთი რაღაცა გამოვიდა. მოდი აბა. რაი. ჰა? ხება. ფხები არა აქ. ცხელი არ გქონდა. ჩაოლებრივ თევზის გამო. ჩაოლებრივი რა? აი, პირდაპირ რო შეწვა მაგითო. მაგარი გემოაქ. კი, მე ის რაღაცები რო გავუკეთე, აი ცოტა ჩასერილი იყო, აი შემოსულა, აი. და
თავს ამას აინც არ უნდა შეჭავს ბატონო და ასე რომ შეგვიძლია თავი მოვაცილოთ. ამე ცელოფანი მომეცი ვანო. აბა ცელოფანი არა, ვაგ რამე. ზოგია რომ თავსა ჭამს ხოლმე და მე მაინც და მაინც როგორ ვთქვა რა, გემრიელიაო იძახიან, მაგრამ შენ არ მოგწონს. არა. ბატონ დავით, როგორ რაღაცა იცი, როცა თავს შეჭამ, თავი შეჭვა უნდა იცო. არიან პროფესიონალი თავის შემჭმელები. ახლო მოიტანე ვანო, მინდა რომ ერთია აი ეს გადავხსნა. აი ესა. და აი ეს აჩვენეთ რა. ნახეთ. შიგნით მხარ არის არანაირი. არა. აი ესა. ამ ნასხურს აიღებ და უდაპირ მიიწვევ. ცუდი არ არის, გემრიელი არის. ცუდი კი არა ბიჭო, ვისაც თევზის გემო ისმის. ეს არის აი ძალიან მაგარი გაკეთებული ესე. გააკეთეთ რომ წვენი არ გაგეხსე და არ გამოშეს. აი ნახეთ მშრალი არ არის. მოდი ბატონო დავით. იმ ხალხს გაუყუროს, ვისაც თევზი უყვარს. ამე. თევზი თუ უყვარს. და სამშობლო არ უყვარს, ეგეთ კაცს არ გაუმორჩოს. ჩვენ სამშობლოს გაუმორჩოს კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი განსაზღვრელი წინა შედგა ჩვენი ქვეყანაშვილო. მე 40-ს გადავაბიჭ, შენ ახლა იწყებ ცხოვრებას და იცი როგორ გარემოში იწყებს ცხოვრებას, მგლების გარემოში. საკუთარ ქვეყანას დაკლეს, გაძარცვეს. ბავშვებს ფაფის ფული მოპარეს. არ მოგ ეგეთი რამე არ ვიცი. არც ქურდულში არ აჯდება, არც ბოზურში, არც ტრაკულში, არც აი არ ვიცი რა შეჯდება. ბავშვს ფაფის პური როგორ უნდა მოპარო კაცო. და სახში უნდა მიიტანო და უნდა ჭამო. მაგას არც ერთი ცხოველი არ გააკეთებს, შენ ვიცოდე. ეგეთ კაცთან და არც მაგის ნაშიერთან ცხოვრებაში ახლო არ გაიარო. თუ იცი რომ იმ პირუტყვის შვილია, უთხარ რომ შენ პირუტყვის შვილი ხარ, მოდი რა კარგად იყავი, შენ კაი კაცი ვერ იქნები. და არც ეს პირუტყვები არის ნორმალური კაცის შვილები. რახან ესე დაზარდეს. არ ვიცი ძმაო. მოდი ჩვენ ვიყოთ კარგად ამათ ჯინდაზე. რაღაცა გვექნას რა არ ვიცი მე ახლა. ბოლო არჩევნებზე მოსულიყავი და გონება მოგცემოდეს რა. იმედია. და კიდე უფლის იმედი რომ მაგის იმედად აღარ თორე. რა ვიცი აბა. გაუმორჩო შენ სამშობლოს. ამინ. მე ზღურობ თქვენს გაგიმართოთ რა. რახან ეს ყინულოვან ოკეანეშია დაჭერილი ნორვეგიაში თუ ზემოთ ნორვეგიის ზღვაში და ვის დაჭერი მასაც გაუმორჩოს. გააკეთეთ კამბალა მიირთვით ძალიან გემრიელია. თან კიდე ეს პრეზენტაბელური სახი აქვს. თავი მოაჭერეთ. თუ კიდე ნუ მოაჭერეთ და მე მოაჭერეთ. ამას მნიშვნელობა არა. ამითი გამოგეშთოთ, კარგად ზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.